სანამ გლდანში მოვედით, უკვე 17 კილომეტრი გავიარეთ სახიდან აქამდე და დღეს გვინდა გადავიღოთ გლდანის ველობილიკების შესახებ, ვნახოთ რა სიტუაციაა. მე ვარ მარმა და განვიხილა ველობილიკებს თბილისში. ასე იწყება ხიდზე რომ გადმოხვალ მინდელის ხიდზე, მერე ესეთი სიტუაცია. ეხლა მივდივართ გლდანის მაკდონალდსისკენ და ახმეტელის მეტროსკენ ერთდროულად, აი ველოსიპედი გადმოდის უცნაურად გზაზე. მოვედით მაკდონალდსთან. მიშა აპირებს მაკდონალდსში შეევლას და იქეთ გადაუხვია. მე აქედან შემოვალ, იმიტომ რომ აქ არის ველო პარკინგი და ეგ მინდა გაჩვენოთ. ბოდიში. აი ველო პარკინგი. დღეს დასვენების დღეა და ძალიან ბევრი ხალხი აქ. ტაქსი ტექნიკურად ეხა ველობილიკზე დგას და ეს ქვეითებით ველობილიკზე დადიან, იმიტომ რომ ქვეითების გზა აქ არ არის, რაც ძალიან არასწორია, რა თქმა უნდა. ქვეითებისთვისაც უნდა იყოს გზა ცალკე და ველოსთვისაც. წავიდა ტაქსი. ველობილიკი შეწყდა იქ ძალიან უცნაურად სხვათა შორის და ხალხის დიდი ნაკადის მიუხედავად ტროტუარი საკმარისად ფართო არ არის. ანუ იქ ბენზინგასამართია თუ როგორც ქვია რა, ხო, ჩვენ მარცხნივ მივდივართ. და ქვეითების ადგილი კარგად არ არის გამოყოფილი. ანუ ესეთი დასიგნალება არის ძალიან არასწორი, ხო. დასიგნალება შეიძლება მარტო იმ შემთხვევაში, როცა ავარიას უნდა აარიდო ადამიანი. ტაქსი ველობილიკზე, of course. იცით რომ ველობილიკზე დგახართ? ველობილიკზე რომ დგახართ, იცით? ხო. და რატო დგახართ ველობილიკზე? სად უნდა გავიაროთ ველოსიპედისტებმა? არ ვიცი, კალაძე შეკეთე. ეს სიგარეტი რატო დააგდეთ ძირს? აქაც ველობილიკია და აქაც ველობილიკია. და აქაც ველობილიკია. საქმე იცით რაშია? ან ჩვენ ადამიანებს კი არ ვებრძვით ვიღაცას, რომ აი მუშაობა უნდა და ვერ მუშაობს. ანუ მოითხოვე ტაქსის ადგილის დასაყენებელი ისე რომ ველობილიკს არ ბლოკავდე, ხო შეიძლება. მაგრამ არა, ფიქრობენ რომ აი ეს სხვისი სივრცის დაკავება ნორმალურია. აი ეგ არის არასწორი მიდგომა, თორე ამ ადამიანებს ვინც მუშაობს არაფერს არ ვერჩით. მაგრამ ჩვენ მიმართ რომ ხო, ჩვენ მიმართ რომ არიან აგრესიულად განწყობილი, ეგ კიდე ცალკე პრობლემაა. შესაძლოა ზუსტად მან კი არა, მაგის მოპირდაპირე მხარეს იყოს, იმიტომ რომ სივრცე იქ უფროა. მაგრამ ურჩევნიათ რა ველოს გზა დაიკავონ და საქმეები გვირჩიონ. ხო და რავი, ძალიან სამწუხაროა. ვაგრძელებთ აღმართზე ასვლას. აი ეს მაგალითად როგორც დადის ეს BMW თუ რაც არის ბაიღეშე მოტოღენ ვიეკ როგორც არის ძალიან საშინლად იქცევა. აი ხარო ჩაიარა. მე რეადის აქ ცოტა ტროტუარისკენ ეს ველობილიკი და მე ისევ ჩამოდის, ნახეთ. წინაზე მივიღეთ შენიშვნა, რომ კადრს რო ვცვლიდი სელფიდან გარე კადრზე ხმა იკარგებოდა. ამიტომ ვცდილობ რომ გავითვალისწინო ამ ვიდეოში. მადლობა ყველას, ვინც კომენტარი დაგვიწერეთ და რჩევა დაგვიწერეთ და წამოვედით ახლა უკვე გლდანის ველობილიკზე. და ხო, ნებისმიერ რამე რასაც დაგვიწერთ ძალიან გაგვახარებს. რა თქმა უნდა, გინების გარდა. საინტერესო მონაკვეთი, იმიტომ რომ აქ წესით ცხოლმა უნდა ვაი, ფხილად. უკან სკუტერს კინაღამ დაეჯახა ჩვენ გამო. უბრალოდ ჩვენ გამო რა სარგეში არ ხედებოდა. ხო და
ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა არის საჭესთან ზიხარ. ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო თბილისში ყველა შემთხვევაში. აი ბაზაწინა არსება სკუტერით არის ეს ქუჩები არის ცალმხრივი. აქ არის მარტო მაღლა მოსასვლელი და ავტობუსის ზოლი არის საპირისპიროზე, ანუ ავტობუსი აქ ზემოდან ჩამოდის და ველო და მანქანები ზემოთ არის. ჩვენ ორივე მხრიდან გადავიღებთ ამ ველობილიქს და გაჩვენებთ რა ხდება აქ. გამარჯობა. ხო. მარჯვნივ გადაუღიო ველოდი. ანუ მაშინ ფეიტების ეგრესე გადავხარ. ხო. წესით პარალელურად აქ ქვეითის ზებრის პარალელურად ნაიყოს ველოსებრაც, მაგრამ ნუ არა უშავს. როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ოღონდ ველობილიკი იყოს და რაღაცებს კრეატიულად მიუდგებით და გამოვიყენებთ და გადავალთ. რაც უფრო მაღლა ადიხარ მეტროდან, მანქანების სიჩქარე იმატებს. და უფრო მეტი მანქანა გვხვდება ველოსიპედის გზაზე. რა თქმა უნდა იციან ახლა ამდენ ნიშანი დგას და უბრალოდ წესების დაცვისთვის ბევრი რაღაც გვჭირდება ჯერ. აქ არის ხო? ერთი გადასასვლელი ვიპოვეთ ველოსიპედის მარცხენა მხარეს. ეს არის ამ ქუჩის ბოლოში. წესით ველოსიპედი თავარი გზისკენ მარცხნივ უნდა უხვევდეს, მაგრამ არანაირი გადასასვლელი არ არის და ძალიან რთულია რომ იმ მოძრაობას შეუერთდე. ხილად გაგვატარეთ. მოგლეთ, მაგარი სახიფათო ადგილია რა. აქ ბოძები დგას, მაგრამ ჯიპს მაინც შეუძლია რომ ამოვიდეს. ესე თამამად. საკმაოდ სახიფათო მონაკვეთია, იმიტომ რომ გზაზე გადიხარ, ხო, ფრთხილად მიშა, იქედანაც მოდიან მანქანები. აი საფრთხე შენებულია. დაიწყო ველობილიკი ეგრევე მანქანებით. მოდი აბა ვკითხოთ ამ ძღოლებს, რატო იქცევიან ესე. რა დავუშავეთ. ეს ნაგვის ყუთებიც არ არის მაინც კარგად გილას, მაგრამ აქ ზის ვინმე? ხო. Looks like parking. არავინ არ არის რომ ვკითხოთ რამე? არავინაც არ არის. ხო, აგრძელებთ ქვემოთ, მაგრამ რეალურად ეს ზედა ნაწილი მანქანებს უჭირავთ. აქ როცა საცობი არის ხოლმე, მაშინ საკმაოდ ჩქარა ცდილობენ გაძრომას და ველობილიქზეც მინახავს რომ გადმოდიან ხოლმე. ეხლა საბედნიეროდ არ არის ეგ და იმედია არც შემხვდება ეგეთი დღეს. ხა მარჯვნივ აპირებს ის მანქანა მოხვევას. წესით წირო ველოსიპედისტი მიდის, ეგ უნდა გაატაროს, იმიტომ რომ ჩვენი გზაა, პირდაპირ ვინც მიდის იმის გზაა, მაგრამ ხო, არ უთმობენ. აი რა სასიგნალებენ. რა ცუდი წესია ეს, რომ ყველა სისულელეზე ასიგნალებენ. სიგნალი შეიძლება მარტო მაშინ, როცა საავარიო შემთხვევას ირიდებ თავიდან. არის ასევე მანქანების გამოსასვლელი და ძალიან ფრთხილად ვართ. ველობილიკი თითქმის წაშლილია, განახლება ჭირდება ამ ზოლს. თან რაღაც უცნაურად ფართოა და
დიდი რისკია იმის, რომ აქ მანქანა გადმოვიდეს, ისე რომ ვერც გაიგოს, რომ ველობილიკზე გადმოვიდა. დაშვებული სიჩქარე არის 50 კმ/სთ და რეალურად ისეთ შემთხვევაში, როცა ველობილიკია და არ არის ბარიერით გამოყოფილი და მანქანებთან ესე ძალიან ახლოს ხარ, 50 კმ/სთ ძალიან სახიფათოა. აქ სადღაც 30 უნდა იყოს და მეტი არა. ამტროვენ? აქ მაგალითად ეხა გზა უერთდება, მარჯვნივადიან და ზემოდანაც ჩამოდიან. საკმაოდ სახიფათოა, იმიტომ რომ დიდი სიჩქარით აკეთებენ ამას და როგორც წესი არ ითვალისწინებენ ხოლმე ველოსიპედის პრიორიტეტს, რომელიც არის, იმიტომ რომ ანუ ველოსიპედის ბილიკია პირდაპირ მიდის და როგორც მანქანას დაუთმობდი, ეგრე ველოსაც უნდა დაუთმო წესით აქ. აი ესე ანიშნებს მიშა რომ დაუთმონ. ოპა. აი ვერ გადაწყვიტა ამ ზღოლმა რაქნას. გავიდა. აქ ახლა უკვე თითქოს საცობივით არის. ნახოთ. როგორ ჩაივლის ჩვენი ჩავლა. ველოსებრა ზემოდან რო ჩამოდიხარ, შეგიძლია რომ აი ამ მწვანეზე, რომელიც აი იქენთო, ცოტა ხნის წინ ახლა უკვე წითელიანითო, აქ გადახვიდე და იქეთ გააგრძელო გზა რომ მაღლა ახვიდე, იმიტომ რომ ამ ველობილიკებს ერთი მიმართულება აქვს, მარტო აქ დაბლა ჩადის, აი ველოსიპედისტი გამოჩნდა. ნახოთ როგორ მოიქცევა. იმედია მწვანეს დაელოდება და მერე გადმოვა მანამდე არა. ახლა აინთო მწვანე ქვეითისთვის, ნახეთ, უბრალოდ ველოსთვის უნდა მეთქვა. აუ, შეიძლება გკითხოთ? გლდანში ველობილიკზე მოძრაობის დროს სახიფათო რა არის თქვენთვის? მანქანები. მანქანები გადმოდიან ხოლმე ველობილიკზე? კი. ხო. კაი, მადლობა. მშვიდობიანი გზა. კაი, გავაგრძელოთ, ჩავიდეთ ისევ დაბლა და მერე აუჭალის ველობილიკიც უნდა გადავიღოთ დღეს. ვაგრძელებთ სიარულს. ვაი, ფრთხილად. აი, ქვეითებიც ისე გადმოდიან ხოლმე, რომ არ უყურე. მადლობა! რა საყვარელი იყო. კომენტარი მივიღე მძღოლისგან და ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ნებისმიერი კომენტარი ხო მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით იმათგან, ვინც საჭესთან ზის და ესმის, რომ ჩვენ არაფერს არ ვუშავებთ მაგათ პირიქით, რაც უფრო მეტი ველოსიპედია, მით უფრო მარტივია მანქანებისთვის სიარული, იმიტომ რომ უფრო ნაკლები საცობია. მიშა, რას მეუბნებოდი, ვერ გავიგე? რას ამბობდი? აი, ეხლა ტაქსი რესტორანს მოიქცა, ავტობუსი არ გადმოვიდა. ხო. გზაზე გაჩერდა? გზაზე გაჩერდა, ხო, ავარიების გადავიდა. ხო. ჩვენ ველოდებით წითელზე ვართ. და მწვანეს ველოდები. მივდივართ ისევ დაღმართზე. ეხა ეს მოძღოლი უხევს მარჯვნივ და ფრთხილად ვართ. ჩუმად. დამშვიდით უღა. ფრთხილად, არ მოუხვიო. ძალიან ცუდ დღეში აქვს ამ ტაქსისტებს ნერვები და იქნებ სადმე დასასვენებლად გავუშვათ. მიშამ პარკი დაიჭირა. ნაგავში გადააგდებს ალბათ. ნახოთ, აბა მიშა რას იზამს. აი ნახეთ, ეხა აი აქ რა ხდება. ქვეითების გზა გადაკეტილი არის ურნებით. რა ჯანდაბაა ეს. ეს, რა ვიცი, საშინელებაა მოკლედ. გზაზე ხო არ გააჩერებს, აბა. დაუსიგნალებენ და ეგრევე ააწიოკებენ. დააჩერე ტროტუარზე, ველობილიკზე. რა პრობლემაა?
მარტივია. თავდება სამწუხაროდ ველობილიკის მონაკვეთი და მერე უკვე გრძელდება იქეთ ხიდზე უკვე მინდელის ხიდზე არის ველოსიპედის და ავტობუსის გაზიარებული ზოლი. მაგრამ სამწუხაროდ იქამდე ჩვეულებრივად მანქანის ზოლში უნდა ვიაროთ, რატომღაც არ აქვს გათვალისწინებული, რომ ველოსიპედისაც დაჭირდებოდა იქ გავლა. ვაგრძელებთ, გამოვედით, უბრალოდ გამოვდივართ კლდანიდან ხიდებამდე არ მივსულვართ ჯერ. და აქ როგორც გითხარით, ველობილიკი არ არის, ქვეითების გზაც ძირითადად ჩაკეტილი იყო ხოლმე მანქანებით, ეხა იმ ბოჭკინდებით ცოტათი ოდნავ გამოსწორებულია, მაგრამ დიდად არა. და ყველაზე ცუდი არის ის, რომ როგორც კი იქიდან გამოდიან, ბევრად დიდი სიჩქარით იწყებენ აქეთ მოძრაობას. მოიცა. აქაც რა თქმა უნდა მოუწესრიგებელია ტროტუარი და ქვეითები დადიან ქუჩაზე პირდაპირ. ეხა ვერ გავჩერდები რომ ყველაფერი კარგად გადავიღო, იმიტომ რომ ავჭალაში მივდივართ, მაგრამ ტროტუარზე ან გავიყრია, ან რაღაცა ბალახებია თუ რაღაცა, ან მანქანები დგას და ზედ სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია.